გამარჯობათ. ეთელი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ ეზოთერიულ გვერდზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ინფორმაცია შენთვის. სამყარო ამ მომენტისთვის რა შეტყობინებას გიგზავნის, ის რაც საჭირო არის ამ მომენტისთვის. რომ იცოდეთ. ვარიანტების რაოდენობა გვექნება როგორც ყოველთვის 3 ვარიანტი. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდს. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება ჩემი არხის გამოწერა არ გავიწყდებათ. პირველი ვარიანტისთვის არსებული ინფორმაცია, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანის, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ. შესაბამისად, შეგიძლიათ დააპაუზოთ. მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არის ასეთი ინფორმაცია. დრო არის უკვე რომ სიტუაციურად გაერკვა რა მიმართულება გჭირდება ცხოვრებისეულად. სად მიდიხარ? დიდი ხანი არის რაც უკვე მარტოობაში ხარ სიტუაციურად, საკუთარ თავზე ძალიან ბევრ პასუხისგებლობებს იღებ და მთელი ცხოვრება ცდილობ რომ ყველაფერი სიტუაციები თვითონ მოაგვარო. ყველაფერ სიტუაციებს თვითონ გაუმკლავდე. რაღაცა მომენტებში გახსოვდეს რომ საჭირო არის სიტუაციურად რომ გვერდში დაიყენო ადამიანები, როდესაც შენ უკვე ვეღარ უახერხებ სიტუაციურად რომ გაუკაჩო თემებს, ხო პირდაპირ მნიშვნელობით. აქ პირდაპირ მნიშვნელობით არის შენთვის შეტყობინება მიმართე სხვებს დახმარებისთვის. დროა უკვე იმოქმედო, ჩართელ უფრო მეტად შენი თავის შემწყნარებლობის პოზიცია, ხო? ყოველთვის ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდები. დაფიქრდი რაღაცა მომენტში საჭირო არის გვერდში ადამიანი დაიყენო. ყოველთვის ყველაფერს მარტო მოუძღვები. ასევე დროა უკვე შენ ცხოვრებაში შეცვალო მიმართულებები თუ იმყოფები მარტო და არავინ არ არის შენ ცხოვრებაში პირადის კუთხით, დროა უკვე გადახედო სიტუაციებს, რა შეიძლება მოიმოქმედო იმისთვის, რომ შენი რეალობა შეცვალო. ფაქტიურად აქ შენ ძირითადი ინფორმაცია რაც გაქვს, ეს არის რომ შენი რეალობა შეცვალო, დაიყენო გვერდში ადამიანები, ნუ შეგეზარებათ ხო, მორიდების თემა არ ქონდეს, თუ კი დახმარება გჭირდება, პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. აქ პირიქით არის. აქ უკვე დრო არის, რომ რაღაცა მომენტში შენ მეტად შეძლო გარშემოყოფი ადამიანების დახმარების სიტუაცია, გარშემოყოფ ადამიანებს გვერდში რომ დაუდგე, თუ ატყობ რომ რომელიმე მეგობარი ახლობელი ადამიანი არის შენ გარემოცვაში საკმაოდ უსუსურ პოზიციაში, არა იმ სახით შეგიძლია რომ დაეხმარო, თუ კი გთხოვს, ეცადე მაქსიმალურად რომ გვერდში დაუდგე. ზოგადად შენ ხარ ძალიან სამართლიანი ადამიანი და ძალიან ძლიერი პიროვნება სიტუაციების კუთხით თუ შევხედავთ ხო რეალობას, შესაბამისად შენ ყოველთვის უნდა დაიცვა დაჩაგვრიებულ პოზიციაში მყოფი ადამიანები, ანუ შენი მოწოდება ცხოვრებისეულად თითქოს არის რომ აღადგინო ბალანსირება. შესაბამისად აქ პირდაპირ ინფორმაცია მოდის ესეთი, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინე საკუთარი თავი, გააკეთე საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების დემონსტრირება, იქნება ეს სამსახურეობრივ სიტუაციაში, იქნება ეს სახლის პოზიციაში, სამეგობრო სანათესაოში. დროა უკვე იმოქმედო, ყველა საჩვენო რა შეგიძლია. რომ რეალურად არც ისეთი სუსტი ტიპაჟი შეიძლება არ ჩანდე, როგორც შეიძლება რომ გარშემოყოფებს ეგონოს. გააკეთე შენი ძალის დემონსტრირება. იმოქმედე წინ გამარჯვებისკენ პირდაპირ მნიშვნელობით აქ ინფორმაცია საჩვენებს. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა დიდი ხანი არის დაივიწყეს საკუთარი თავის განებივრება და საკუთარი თავისთვის სიამოვნება პირდაპირ მნიშვნელობით. შესაძლებელი არის რომ რაღაცა მომენტებში თავს იკავდეთ გარკვეული სიტუაციებისგან, შენაძენისგან, ან უბრალოდ არ გინდოდეთ საკუთარ თავზე ფულის ხარჯვის მომენტი. მესამე ვარიანტზე პირდაპირ მოდის ინფორმაცია და შეტყობინება თქვენთვის ასეთი, რომ დროა უკვე საკუთარი თავი გაანებივრო. ის რაც სიამოვნებას განიჭევს. რაღაცა მომენტში საჭირო არის სწორი კვების თემასაც მიხედო შეძლების და გვერდით თუნდაც ვარჯიშის თემები რო ჩართო შეიძლება ჯანმრთელობა ბოლომდე ხელს არ უწყობდეს ყველას, მაგრამ ელემენტარული რაღაც გარკვეული სახის ჩართულებები განახორციელა. ხო უფრო მეტად გააქტიურდი, უფრო მეტად იფიქრე იმაზე რა გჭირდება, რა მოგიტანს სიამოვნებას, რა მოგიტანს ბედნიერებას. თუნდაც შენაძენი ელემენტარული ტანსაცმელი შეიცვალე, იმიჯი, პირობითად ვარცხნილობა, ხო? ანუ რაღაც ისეთი გააკეთე, რაც რეალურად შენ მოგიტანს ბედნიერებას და სიამოვნების თემას და არა ისე ცხოვრება, როგორც გარშემოყოფებს აწყობთ. აი ესეთი იყო 3 ვარიანტის არსებული ინფორმაცია, ისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, ნახვამდის.